მოგესალმებით მეგობრებო. დღეს მინდა შევეხო ისეთ საკითხს, რაზეც დიდი ხანია მინდოდა ჩამეწერა ვიდეო, უბრალოდ რაღაც მიზეზების გამო ვერადავერ მოვაბითავი. დღევანდელი ჩემი თემა ეხება ახალ კანონს. რა არის მიღებული, რა უნდა ყოფილიყო და ასე შემდეგ. დავაფიქსირებ ჩემ აზრს, მე მგონი ბევრი ვთანხმდებით იმ საკითხზე, რომ ღამე 11 საათს მერე არ უნდა ვხმაურობდეთ. ეგ კანონში ისედაც ქონდა, რომ არ უნდა გვეხმაურა, არ აქვს მნიშვნელობა მუსიკა იქნება, ჩვენი ყვირილი თუ სხვა რამ, მაგრამ ვითომ ეს არაქარხნული მაყუჩების აკრძალვა არის სრული იდიოტიზმი. ჩემი შეხედულებით. და გეტყვით ახლა რატომ? თუ კანონის აზრი იყო, რომ არ გვეხმაურა როგორც მოტოციკლეტებს, ასევე სატრანსპორტო საშუალებებს. მე თუ მინდა რომ იქ ვიხმაურო ქარხნული მაყუჩით, დაბალძრავიანი ავტომობილითაც შემიძლია ვიხმაურო, ღამის საათებში გავილი პირველ მეორე სიჩქარით და დამიჯერეთო ძალიან ბევრ ადამიანს გავაღვიძებ და შევაწუხებ. ამ კანონით ვერაფერი ვერ შეიცვალა, გარდა იმისა, რომ უმიზეზოდ ტყუილ უბრალოდ დააჯარიმეს ძალიან ბევრი ადამიანი. რასაც არ ვეთანხმები. დავიწყოთ ახლა ამ კანონის მიღება. ჯერ ხო უნდა იყოს მოსმენა, განხილვა, რამდენიმე ადამიანი, მოაზროვნე ადამიანზე მაქვს საუბარი უნდა შეიკრიბოს და განიხილონ ამა თუ იმ კანონის მიღება. ამდენი ადამიანიდან ერთს არ მოვიდა თავში აზრად, რომ არ დავაჯარიმოთ ის ხალხი, ვინც ჩუმად წყნარა თავისთვის დადის, მაგრამ არაქარხნული მაყუჩი უყენია. მე, რომელსაც მიყენია არაქარხნული, ჩამოყვა ჩემს მოტოციკლს ამერიკიდან, მე ხელი არ დამიდე, ჩამოვიდა ესეთი. ვინც ჩემ ვიდეოებს უყურებს, კარგად იცის, რომ დღის განმავლობაში დავდივარ, ღამე ვერიდების ეროს არ მიყვარს, მით უმეტეს ხალხის შეწუხება არ მიყვარს და ჩემთვის წყნარად დღის განმავლობაში დავდივარ ჩუმად, ხო? მე რატომ უნდა დავჯარიმდე იმის გამო, რომ არაქარხნული მაყუჩი მიყენია. ლოგიკას ვერ ხედავ ამ ყველაფერში. და როგორი პრობლემა შემიქმნა ახლა ამ ყველაფერმა. 7 ქვეყანა შემოვიარე მოტოციკლებით, სხვადასხვა ქალაქებში ვიარე, დღეს, ღამეს, აბსოლუტურად დღის ყველა პერიოდში მომიწია სიარული და სრულიად უპრობლემოდ ხო ვიარე ამ ქალაქებში, ამ ქვეყნებში. ჩამოვედი საქართველოში, ბოლოს ნახავდით ვიდეოებში, რომ პორტში ჩამოვიდა, ბულგარეთიდან გამოვაგზავნე ბათუმში და ბათუმის პორტიდან თბილისამდე უკვე მომიწია ევაკუატორით წამოღება. იმიტომ რომ ვერ დავჯექი ჩემ კუთვნილ მოტოციკლებზე და ვერ ჩამოვედი თბილისამდე, რადგან არაქარხნული მაყუჩი მიყენია. მადლობა ჩემ მთავრობას. ამ სრულ იდიოტიზმთან ერთად არ ვიცი რას ფიქრობენ ის თანამშრომლები, უბრალოდ რომ აჯარიმებენ ისეთ ავტომობილებს, რომლებსაც მიერთებულიც არა და უბრალოდ მაყუჩი უყენია, გარეთავი, არ ვიცი ქართულად როგორ ქვია, მაგრამ მიერთებულიც რო არა, უბრალოდ ვიზუალის გამო რო უყენია და ამას რო აჯარიმებენ, ლოგიკა რაში მდგომარეობს მაგის დაჯარიმების, ვერ ხვდები. ასევე ძალიან ბოლოს აგორდა ის საკითხი, რომ ვითომ არაქარხნული მაყუჩები უფრო გამონაბულქს გამოყოფენ ვიდრე ქარხნული. ეგაც სრული იდიოტიზმი. ძალიან ბევრი ისეთი მანქანა ქარხნული ის შეგხვდებოდათ მარშრუტკა, დიზელი, რომელიც ისე ჭვარტლავს, რომ ისე ბოლავს, უკან მანქანით რომ მიყვები, უნდა გაიგუდო. მოტოციკლით ხო მით უმეტეს პირდაპირ ეს ბოლი რო ხდება, წამებაა ჩვეულებრივ ადამიანის და მაგათ შეუძლიათ სიარული მაგ ხალხს, ვინც ესე ბოლავენ, იმიტომ რომ ქარხნული მაყუჩები უყენიათ და ჩვენ, ვისაც არაქარხნული მაყუჩები უყენია, უნდა დავჯარიმდეთ, კრიმინალები ვართ. კაი, დაუშვათ და მიიღეთ ეს კანონი. ხო შეიძლება ცოტა ადრე ხალხი გაგვაფრთხილოთ, რომ მაგალითად 1 აგვისტოდან შედის ზალაში ესა და ეს კანონი და ამ ყველაფრისთვის მზადყოფნაში უნდა იყოთ. შეცვალეთ მაყუჩები ან ასე შემდეგ. დილით კანონს იღებთ და საღამოს ხალხის დაჯარიმებას იწყებთ. არ ვიცი. როგორც წეღან აღნიშნე უკვე, ბათუმში რო ჩამომივიდა მოტოციკლეტი, მე რა უნდა მექნა? წასული რო ვიყავი და რო გავიგე რომ ეს კანონი მიიღეთ, იქიდან უნდა გამომეწერა? მით უმეტეს მოტოციკლეტებზე ესე მარტივი არ არის მაყუჩის შესვლა, როგორც ავტომობილებზე. ავტომობილებზე შეიძლება შეხვიდე ძალიან მარტივად, გავხვიდე და ან ახალი, ან მეორადი ქარხნული მაყუჩი იყიდო, მაგრამ მოტოციკლეტებზე ესე მარტივად ვერ იყიდი, უნდა გამოიწერო, ელოდო 2 კვირა მინიმუმ და როდის ჩამოგივა, კაცმა არ იცის. ამ 2 კვირის განმავლობაში უნდა ყავდეს ესე გაჩერებულები და მე რა უნდა მექნა? ჩამოსულიყავი თბილისში, მეყიდა მაყუჩი, დაულოდებულიყავი 2 კვირა, რო ჩამოვიდო და ჩავსულიყავი ბათუმში, დამეყენებინა და წამოსულიყავი. დამრჩა ერთადერთი ვარიანტი, წამომიღო ევაკუატორით, რაც როგორც მოვიქეცი, ასე ვთქვათ, მისაბმელი დავამაგრე ავტომობილზე, ჩავედი ავტომობილით, ამ მისაბმელზე ავაგორეთ მოტოციკლი და წამოვიყვანე. ეს მისაბმელიც ლადოსგან ვითხოვე, აქედანაც ძალიან დიდი მადლობა ლადოს, რომ კიდე დამატებით პრობლემებში არ გამხვია და საჩალიჩო არ გამიხდა, კიდე რომ რაღაც მისაბმელი მეშოვნა და ისე წამოსულიყავ.
ну არ ვიცი, აი რა ხდება ქვეყანაში ვერ ხვდები, ანუ 7 ქვეყანა წეგანაც გითხარით, 7 ქვეყანა, აი უპრობლემოდ გავიარე, არანაირი შეფერხება, არანაირი პრობლემა. მაყუჩები ეყენათ მოტოციკლეტებზე კი არა, იმაზე მოპედებზე ეყენათ აკრაპოვიჩის მაყუჩები და ისეთი ხმებით დადიოდნენ, რომ ჩემ ვიდეოში მაქვს ნახსენები, ეგ ვიდეო ჯერ არ დამიდია, მალე დაიდება და აი უყურეთ, ნახეთ უბრალოდ როგორ ხმაურით დადიოდნენ და კაციშვილი ხმას რო არცემდა, იმიტომ რომ შეგნებული ხალხია, დღის საათებში დადიოდნენ და ღამე ხალხს არ აწუხებდნენ, მაგრამ ღამე ხალხის შეწუხების პრობლემა თუ გაწუხებთ თქვენ, მაშინ სხვა კანონი უნდა მიიღოთ. დაფიქრდით, გაიაზრეთ და მაგის მიხედვით. რაც შეეხება ახლა ამ კანონთან დაკავშირებით, წეგან თქვი რომ მინდოდა დიდი ხნის წინ ჩამეწერა და ვერ მოვაბითქო თავ. ძალიან ბევრი ადამიანის ვიდეოს მოусმინე და სხვისი აზრებიც მაინტერესებდა თუ რას ფიქრობდნენ და ის ხალხი, ვინც პირველი უნდა ალაპარაკებულიყო ამ საკითხზე, ვისაც ხმაურიანი მოტოციკლეტები კი არა, მანქანებიც ყავს და არ დავასახელებ, მაგრამ მიხვდებოდით, რომ გამოდიან და ამბობენ, რომ ძალიან კარგი კანონია, კაცო, რა პრობლემა, უბრალოდ პატრული უნდა იყოს ლმობიერი. ანუ ლმობიერად უნდა დაგვეჯარიმონ? ლმობიერად უნდა გადაგვიყვანონ საჯარიმოზე? თუ რა იგულისხმება? თუ უბრალოდ მოვიდეს პატრული და ნუ კანონით ეს არის რა ქვია, უნდა დაჯარიმდე, მაგრამ მე ლმობიერი ვიქნები და არ დაგაჯარიმებ. ანუ მაგას ვითხოვთ? თუ მაგას ვითხოვ? არ ვიცი. ერთმა ეგ ილაპარაკა, მეორემ ძალიან მართალია, ვაჟა-ფშაველას ხალხის გულები მოიგესო ამ ყველაფრით. ანუ ვაჟა-ფშაველაზე მაცხოვრებელი ხალხის გულებს იმ შემთხვევაშიც მოიგებდნენ, თუ ღამე სიარულის დროს დაჯარიმდებოდა ხალხი. მაგ შემთხვევაში ჩვენ გულებსაც მოიგებდნენ და იქ მაცხოვრებლის გულებსაც მოიგებდნენ და ესე უბრალოდ რომ რაღაც მაცხოვრებლები გავახაროთ, მოდი და ყველაფერი ავგზავნოთ, არ შეიძლება რა. ანუ ძალიან ბევრ ადამიანს შეგვიქმნეს პრობლემა, როგორც მოტომოყვარულებს, ასევე ავტომოყვარულებს. ну ეხლა წეღა რო თქვი პორტიდან გამოვიყვანე მოტოციკლეტით ხო პორტის ამბები ხო აი კატასტროფა იყო აი მაგაზე რო არ ვილაპარაკო უბრალოდ არ შეიძლება და ამ მაყუჩის ამბებთანაც მივაბავ ბარე მაგ პორტის ამბებს აქედან ბათუმიდან გავაგზავნე ბულგარეთში ბულგარეთში ჩავედი ღამის საათებში ან ვიდეოში ყველაფერი რო დაკეტილი უნდა ყოფილიყო მაგრამ მაინც დამხვდა ერთი ადამიანი რომ რა იცი რა ხდება ღამე ვინ შეიძლება მოვიდესო და იმ ერთმა ადამიანმა 15 წუთში გამომიშვა. ანუ საბუთი ნახა, გადახედა, შეამოწა მოტოციკლეტი, ბეჭედი დაარტყა, მოაწოდა და გამომიშვა. აი ესე მარტივად გამოვიყვანე ბულგარეთის პორტიდან მოტოციკლეტი. ეხლა საქართველოში რა ხდებოდა? ჩავედი ბათუმში. 3 საათი რიგში ვიდექი. აი ხო, ეგ რიგი თქვათ მოგვიწია, მაგრამ ეს რიგიც რატო იყო? იმიტომ რომ ერთ ადამიანზე 20 წუთს კარგავენ ალბათ, რომ რაღაც საბუთები შეამოწმონ. ხო შეიძლება ცოტა მარტივად მოხდეს ეს ყველაფერი. თან მე მომშვიდებდნენ, რომ შენ კიდე ქართულ ნომრებზე ჩამოგივიდა და მარტივად გაკავსა, თორე ეს რო უცხოური ნომრები ყოფილიყო, მე გენახავ. მადლობა. კიდევ კაი. ხო და 3 საათი რიგში ვიდექი. 3 საათის მერე მომცეს საბუთები და პორტში რო შეხვიდე, მაგისთვის საშვია საჭიროა და 1 საათი იმას უნდა დაელოდო. ამ 3 საათიანი ლოდინის მერე კიდე 1 საათი საშვს ველოდებოდი. საშვი ხო იცით როგორც არის, უბრალოდ ფურცელზე რომ სახელი გვარი წერია რა და რაღაც მონაცემები. აი 3 წამი რო ჭირდება, აი ღილაკსო დააწვევი და რო იბეჭდება ფურცელი, აი მაგას ველოდებოდი 1 საათი. ნუ როგორც იქნა მომცეს ეს საშვიც და წავედი პორტისკენ. პორტი და ოფისი საკმაოდ დიდი მანძილით არის დაშორებული და მომიწია სიარული, რაღაც ფეხით უცებ ვერ მიხვალთ ამ სიცხეში მით უმეტეს. ამ ოფისიდან მივედი პორტამდე, აგვისტოა თუ რაღაცა ივლისია, ცხელა იწვის ყველაფერი და შორტებით ვარ, ხო რა თქმა, ბათუმში შორტებით ვარ, ხა შარვალ კოსტუმით ხوار წავიდოდი. მივდივარ პორტში, ვაწვდი ამ საბუთს, უნდა შევიდე და უცებ ახალ ინფორმაციას ვიგებ, რომ პორტში შორტებით შესვლა არ შეიძლება. შარვალი უნდა გეცვას. და თბილისიდან ჩამოვედი ეხლა. მოვედი პორტში, ძლივს მოვახციე, ამდენი ხანი რიგში ვიდექი, ცხელა ვიწვი, აღარ შემიძლია დავიღალე. უბრალოდ მოტოციკლეტს წაყვანებდი, მეტი არაფერი, ჩემი კუთვნილი მოტოციკლეტი ჩამოვიდა პორტიდან, გამოვიყვანო, წავიდე, მეტი არაფერი არ მინდა თქვენ. არა, შორტები რადგან გაცვია ვერ შეხო. ანუ ეს კანონი კი რაღაც ცალკე ხო მარაზმია რა, უბედურებაა, რა მნიშვნელობა აქვს მე შორტით შევალ თუ ტრუსიკით. ნუ ეგაც კაი, შარვალი მოითხოვეს და დაურეკე ისევ ამ ოფისის წარმომადგენლებს, მეთქი მიშველეთ რაღაც ესეთი ამბავია და მოდის ეს ბიჭი ნაჭირი შარვალი მოაქვს. ანუ პირველი არ ხარ ვისაც ეს პრობლემა შეექმნაო და ერთი შარვალი უაქვს, ჩამოკიდებულიო რა ჯიგრულ თემაშია, რომ უცებ ამბოიცვალო და შეხვიდე პორტშიო და რაღაც აი უზარმაზ ამ ხელა შარვალი მოიტანეს რა და ეს შარვალი ამოვიცი და თასმებით არის, შევიკარი თასმებით ესე გვერდებზე მაქვს ყველგან ეს თასმის ისინი რა ქვია ნაკეცები რა.
შევედი ეხლა რაღაცა უზარმაზარი შარვალი მაცვია, შევდივარ, მივედი იქ და იქაც რიგი მხვდება. რიგის ნომერს ვიღებ და ვარ 27 რა და ესა 35 ვარ და 27 არის ანთებული და თითო ადამიანზე 15-20 წუთი ჭირდებათ მართლა იმდენი ხანი ველოდები და უკვე ბოლო წუთებია რომ უნდა გავგიჟდე რომ მეთქი აღარ მინდა თქვენი აღარაფერი წამოვიდე და ამ დროს ერთი ადამიანი მეუბნება ერთი კარგი კეთილი ადამიანი რომ მე რა ტრანსპორტსაც ველოდები სხვის სახელზეა და ჯერ ლოდინი მიწევსო დიდხანსო და მოდი გაგიცვლიო რიგის ნომერსო და მეთქი გაიხარე, გაუცვალე და ამოვიდა 28 შემხვდა მე და აი მაგ დროს რამოდენიმე წამში 28 აინთო და გამიხარ და მივედი 15 წუთი ველოდე, გამომატანეს მოტოციკლეტი, გამოვიყვანე როგორც იქნა და იქაც დაცვის თანამშრომელი დამხვდა და იმან ცალკე შეამოწმა ეს ტვირთი და მთელი ამები ანუ ბარგი უფრო სწორად რომ რა ბარგი შემოვიტანე მეთქი რა ბარგი ტანსაცმელებია მეტი არაფერი ხალხო ნუ ესაც შეამოწმეს და როგორც იქნა გამოვახციე პორტიდან ეს შარვალის დავაბრუნე აი ხო და შარვლის დაბრუნებაზე კიდე ეს ცოტა ადრე იყო გამორჩა და ეგ რო არ მოყვა შარვლის დაბრუნებაც ამ შარვლით ხო ვარ და ჩემი რიგი რომ მოვიდა მივედი ამ გოგონასთან კომპიუტერთან ვინცის და მეუბნება პასპორტი თუ შეიძლებაო. ჩემი პასპორტი, მობილური საფულე, ყველაფერი მიდევს შორტში. ამ შორტის ზემოდან მაქვს ამოცმული შარვალი და ეხლა ხო წარმოგიდგენიათ პასპორტს როგორ ვაწვდი. ესე შორტი მაცვია ზემოდან შარვალი და ეს გოგო რომ მეუბნება პასპორტი მომეციო, ჩემი რეაქცია რომ ამ თასმევს ხსნი. შარვალს და ხელს ყოველ შიგნი აქ ჯიბეში ვეზე იმას როქვე პასპორტს და ამოვიღეს პასპორტი როგორც იქა მივეცი მეთქი აჰა დამანებეთი თავი და ასე გამოვიყვანე მოკლედ მოტოციკლეტი და ხო შეიძლება რომ ესეთი რაღაცები გავამარტივოთ ყველა თუ ცდილობს რომ თავის მოსახლეობას ცხოვრება გაუმარტივოს ჩვენ რატო ვართულებთ ესე ყველაფერს ანუ რა ხო შეიძლება მარტივად მოხდეს ეს ყველაფერია რა ну მოკლედ დღეისთვის სულ ეს იყო რაც ვილაპარაკე უბრალოდ აი ეს ემოციები მქონდა ძალიან მოზღვევებული და მინდოდა გამიზიარებინა და იმედია მეთანხმებით ამ საკითხებში თუ ვიღაც არ მეთანხმებით ადეკვატურად დამიწერეთ ზრდილობის ფარგლებში დამიწერეთ რაში არ მეთანხმებით მე შეურაცხყოფას არავის ვაყენებ შესაბამისად ნურც ნურავი ნუ მივაყენებთ ერთმანეთს შეურაცხყოფას ეგ ცალკე სიგიჟია რომ რაღაცა ვიღაც თავის აზრს რო იტყვის და კლავიატურაზე კომპიუტერში დედის ყველაფერს გინება რომ მიდის ხოლმე რა ვიცი ჩვენი აზრი რომ ზრდილობის ფარგლებში დავაფიქსიროთ მე მგონი ცუდი არ იქნება აბა დროებით მეგობრებო, შემდეგი ვიდეო ისევ მილანის ამბები იქნება და ჩაუჯექით, არ გამოგჩეთ, არხის გამოწერა არ დაგავიწყეთ კიდე. მადლობა ყველას. აბა დროებით. დამოვიწყდა მეთქვა ეს ყველაფერი, სადაც ახლა ვიმყოფები, ჩემი ბარი არის, რამდენჯერმე ვახსენე ვიდეოში, რომ ბარი გავხსენი და ეხლა დაგათვალიერებინებ დრონის კადრებს გაჩვენებ ზემოდან როგორ გამოიყურება და მისამართსაც დავწერ მე აღწერაში და მესტუმრეთ.